აქვე მინდა აღნიშნო კიდევ ვთქვათ, წიგნის არჩევის თემა რამდენიმე ადამიანმა რაღაც თითქოს ირონიულად შემეკითხა, რომ არ ვიცი საიდან ვფიქრობ, რომ ვიღაცის ნაყიდი წიგნი, ანუ ჩემი წიგნი იხილა ალბათ და მომთხოვეს სურათი, რატომ არ გვიგდებო სურათსო არჩევისო წიგნისო და ერთამეს ვიტყვი, რომ ეს წიგნი შევქმენი ერთ-ერთი დანიშნულება ამ წიგნის არის ის, რომ ადამიანმა კრეატიულობა განვითაროს, ანუ დააზუსტოს კრეატიულობა არის სიზუსტის შედეგი, შემოქმედებითობა იბადება მაშინ, როდესაც ადამიანი აზუსტებს საკუთარ თავს მის ცხოვრებისეულ გზაზე, მისი მისიის გზაზე, მისი იმ ცხოვრებისეული დანიშნულების მიხედვით, როდესაც ის ზუსტად მიდის, კრეატიულობა და შემოქმედებითობა თავისთავად ემართება მას ეს ამბავი, ეს სიკეთე რა და მე ასე ვთქვათ, ცოტა არ ვიმუშავე ამ წიგნზე, დაახლოებით 30 სხვადასხვა ენაზე და სხვადასხვა მეცნიერული და მონოგრაფიული ნაშრომები, სხვადასხვა დოკუმენტები, მათ შორის ძველი დოკუმენტები მაქვს განხილული, დამუშავებული და ეს აღწერილობაში არის წიგნის, ვის მიხედვით დავწერე და შემიძლია ეს წიგნები მოგცეთ 30-მდე წიგნი და თქვენ თვითონ აიკითხეთ ეს ინფორმაცია, კი ბატონო, მაგრამ მე აქ შემოკრებილი მაქვს ეს ყველაფერი და შეგნებულად ბოლო რამდენიმე ფურცელი დავტოვეთ სარიელი იმისთვის, რომ აქ სპეციფიკური თემებია, ხელოვნება, სტერეოტიპები, მემები, მარკეტინგი და სიზმრები. და ვისაც მოუნდება მისთვის დაზუსტება იმ საკითხების, რომლის მიხედვითაც გამოიყენებს ამ წიგნს. თვითონ შექმნის სარჩევს, მე ამისთვის დავტოვე სპეციალურად ადგილი ბოლოში, ეს გათვალისწინებული არ გიგონოთ, რომ რამ გამომრჩა ეს. შეიძლება რაღაც გამომრჩა კიდევაც, მაგრამ ეს არ არის, ხო, რაღაც სასწაული, მაგრამ სარჩევი სპეციალურად ამისთვის შევქმნი, რომ ვიღაცას ხელოვნების განხრით დააინტერესებს, ვიღაცას თერაპევტებს სტერეოტიპების და სიზმრების, ვიღაცას მემეტიკის, ვიღაცას მარკეტინგის, ვიღაცას კონკრეტულად სიზმრების მხრივ ექნება. ეს სახელმძღვანელო და შესაბამისად სარჩევს თუ რომელ გვერდზე რა სიტყვა და რა განმოსახულება და რა განმარტება დააინტერესებს. იმის მიხედვით ჩამოაყალიბებს თვითონ სარჩევს, ასე რომ ამ წიგნს ერთი ნაკლი აქვს, მას უბრალოდ წაკითხვა უნდა. სხვათა შორის სარჩევის სამაგი